ვადაგასული პროდუქცია ბათუმში სურსათის ეროვნული სააგენტო საჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმის რამდენიმე სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს. შეპესე იალჩინ მარკეტსა და სუპერმარკეტ სტარში დაილუქა ქართული და უცხოური წარმოების საკონდიტრო ნაწარმი, სხვადასხვა სახის შოკოლადი, ჰალვა, კრუასანი, ნატურალური წვენები, ხორცისა და რძის პროდუქტები, ძეხვი, სოსისი, ლორი, კეფირი, კარაქი, იოგურტი, ჩიფსი, მაიონეზი. სუპერმარკეტ იალჩინში სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს შესყიდვების მენეჯერი პირად საუბარში განმარტავს, რომ შემთხვევა ობიექტზე პირველად გამოვლინდა, რისთვისაც ადმინისტრაციამ გაფრთხილება მიიღო. ვადაგასული პროდუქციის არსებობას სუპერმარკეტ სტარშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირი ადგილზე არ იმყოფება და სატელევიზიო კომენტარს კონსულტანტები დაუკითხავად ვერ გააკეთებენ. სურსათის უნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ სუპერმარკეტებიდან ამოღებული ვადაგასული სურსათი უწყებამ უკვე გაანადგურა. შემთხვევა იყო, რომელიც ჩვენი ბრალი იყო შემთხვევა გამოგებარა და არა სიტყვა რაღაც ძალიან გავაკეთეთ და იმისთვის არის სახელმწიფო, რომელიც ბაზრობს ჩვენ საშუალებას, რომ გამოწვევს. ვაჭარ რეგიონულ სამმართველოს უფლებების მიერ მონტორგის ფარგლებში შემოსდა ბათუმში არსებული ორი მაღაზია, ეს არის სუპერმარკეტი ჩინი და სუპერმარკეტი სუპერსტარი. აღმოჩენილი იქნა მონტორგისას აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ვადაგასული პროდუქცია, ვადაგასული სურსათი მომწონს, ესეც სურსათი უნდა განადგურებას.